სტალინზე ახალი გამოცემა ინტერნეტ მაღაზია Amazon-ზე გამოჩნდა. ჯერჯერობით წიგნის მხოლოდ ინგლისურ ენოვანი ვერსია არსებობს. მისი ქართული ვარიანტი კი რამდენიმე თვეში გამოვა. როგორი შვილი იყო სტალინი და ბელადის ბიოგრაფიის დღემდე უცნობი დეტალები, მასალები ნახევარ საუკუნეზე მეტხანს არქივში ინახებოდა. წიგნში ყველა ის მასალა მოხდა, რომელიც 1935 წელს სტალინის დედის გარდაცვალებამდე 2 წლით ადრე მისივე კარნახით ჩაიწერა. თამარ ურუშაძის რეპორტაჟი. აი ხა აქ უკვე არის ჩვენი ქართული პირველი წიგნი, ანუ გამოცემა, რომელიც დაცული იყო არქივში, რომელიც შემდეგ ითარგმნა ეს წიგნი ინგლისურ ენაზე. ჩემი ძვირფასი შვილი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ონლაინ მაღაზია Amazon-ზე პირველი ქართული წიგნი მოხდა. ქართული გამოცემა ინგლისურ ენაზე და იმ ადამიანზე, რომელმაც მსოფლიო შეცვალა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კვლევარებისთვის პირველად გახდა ხელმისაწვდომი სტალინის დედის, ეკატერინე ჯუღაშვილის მოგონებები, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტხანს საქართველოს კომუნისტური პარტიის არქივში ინახებოდა. სტალინის დედის მოყოლილ ამბებს ხელით იწერდა მაშინდელი 1935 წლის არქივის ერთ-ერთი თანამშრომელი. როგორი იყო სტალინი? დაბადება, ბავშვობა, ახალგაზრდობა, გზა გორის სასულიერო სემინარიიდან კრემლამდე. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივმა ჩანაწერების შეკრიბა და პირველ ეტაპზე ინგლისურ ენაზე გამოსცა. მოგონებები არ გამოქვეყნებულა აქამდე და ჩვენ ანუ არქივმა გააკეთა შემდეგი რამ, ითარგმნა ეს მოგონებები ინგლისურ ენაზე და დღეს Amazon-ზე არის გამოქვეყნებული და დღევანდელი დღიდან ყველას შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში Amazon-ზე შევიდეს და ჩამოტვირთოს ეს წიგნი ელექტრონული სახით. საქმე ნომერი 15 ეს არის დოკუმენტების დედანი, საიდანაც სპეციალისტებმა ჩანაწერები ამოკრიბეს. ჯერჯერობით ქართულ ენაზე წიგნი გამოცემული არ არის, მაგრამ სპეციალისტები ამბობენ, რომ მოულოდნელად აღმოჩენილი წყაროს საშუალებით სტალინის ბიოგრაფები შეიძლება შეავსონ და დააზუსტონ ისეთი ფაქტები, რომელთა დაკავშირებითაც დღემდე აზრთა სხვადასხვაობა იყო. კეკე ჯუღაშვილი არ საუბრობს პოლიტიკურ დეტალებზე, ამ მხრივ ექსპერტების მოლოდინი არ გამართლა, მაგრამ წიგნში აღწერილია სტალინის ბავშვობა და კონკრეტული ცხოვრებისეული ფაქტები, რომლებიც ფსიქოლოგებს საშუალებას აძლევს უფრო ზუსტად შედგეს იოსებ სტალინის ფსიქოლოგიური პორტრეტი. როგორ ეშინოდა მამის, რომელიც მეუღლეს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, როგორ ეწინააღმდეგებოდა მშობლის გადაწყვეტილებას, მეწაღე გამხდარიყო. წლების მერე როგორ აიძულა დედა კრემლში გადასახლებულიყო და რა რეაქცია ჰქონდა, როცა პირველად მის ბრძანებას არ დაემორჩილნენ და დედამ სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. მთლიანობაში მოგონებები არის ძალიან ემოციური. აღწერილია ძალიან დეტალურად სოსოს ბავშვობა. ის რომ იყო ძალიან სუსტი ბავშვი დაბადებიდან და როგორ უფრთხილდებოდნენ და რამხელა ძალისხმევა იყო საჭირო, რომ მესამე ვაჟი, რომელიც შეეძინათ ჯუღაშვილებს, გადარჩენილიყო. დედის თვალი დანახული მსოფლიო დიქტატორი ბოლომდე გორელი ბიჭია, რომელსაც დედა კრემლში კაკლის მურაბებს უგზავნის. მისგან ფოტოებს იღებს და ტუქსავს, რატომ გამოვიდა ქვეყნის პირველი პირი და არ გახდა მღვდელი. დედა იხსენებს, რომ პოლიტიკაში ჩართული შვილი მას იშვიათად სტუმრობდა. კეკე ჯუღაშვილი ამ ჩანაწერებიდან 2 წელიწადში გარდაიცვალა. გასვენებაში სტალინი არ იყო. მიუხედავად ამისა, ბოლომდე ამბობდნენ, რომ სინამდვილეში სტალინს მხოლოდ ერთი ადამიანი უყვარდა. ეს იყო მისი დედა. ეს მოგონებები ფიზიკურად მართალია ძალიან დიდი არ არის, რაღაც 36-37 გვერდზე არის განთავსებული, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მოვლენა და მომენტი სტალინის ცხოვრებიდან ყოველთვის სადავო იყო და თვითონ საკამათო იყო და მე მგონი, რომ აი ამ წიგნის გამოსვლის შემდეგ უკვე ნათელი მოეფინება ბევრ მოვლენას, თუ როგორ იზრდებოდა, რა პრობლემები იყო მის აღზრდის პროცესში. ქართულ მკვლევარებს წიგნთან დაკავშირებით დასკვნების გაკეთება მას შემდეგ შეეძლებათ, რაც კეკე ჯუღაშვილის ჩანაწერებს ქართულ ენაზეც გამოსცემენ. მანამდე კი ონლაინ მაღაზია Amazon-ზე ინგლისურ ენოვანი წიგნის შეძენა უკვე შესაძლებელია.